მეტად ამაღლებული ვარ გუშინდელი დღის გამო, რომელიც მიეძღვნა ჩემი წიგნის პრეზენტაციას ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს წიგნის პრეზენტაცია გამიზნული იყო იმისთვის, რომ მიუძღვენი პირდაპირ წიგნის მთელი იდეალები გრიგოლ ურბაქიძის დაბადებიდან 155 წლის თავის შესრულებას და ხალხთან გასაუბრებისთვის მომემზადეთ, რა თქმა უნდა, დაპატიჟებული სტუმრებიდან ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ ისეთი ნაღები ხალხი მოვიდა და საქართველოზე გულშემატკივარი ადამიანები, რომლებსაც დღესაც გულში ჩაკრული აქვს და ჩახუტებული გრიგოლ ურბაქიძის სიტყვები და სამშობლოზე გულანთებული არიან არანაკლებ გრიგოლ ურბაქიძეზე. მაგის დასახელებიდან ახლა განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენს ძვირფასეს დემიკო ლოლაძეს, რომელიცაც იმდენად დიდი დამსახურება აქვს და თითქმის 60-მდე თუ 80-მდე ზუსტად ვერ ვიტყვის კრებული აქვს გამოშვებული წარმოჩინებულ ფეხბურთელებზე. რა თქმა უნდა, ის იყო კინომემატიანე მთელი ჩვენი ძვირფასი ფეხბურთელებისა დაწყებული 60-იანი წლებიდან დღემდე მოყოლებული და შემდგომ შემორჩა ხელოვანთა პლიადას, როგორც დღევანდელი ეს არის დიდი მემატიანე ჩვენი ხელოვნებისა, ლიტერატურისა, კულტურისა, სპორტისა და ამაღლებული დარჩე ეს ბატონი რომ გვესტუმრა. განსაკუთრებულად გამოვყოფ კიდევ ქალბატონ ნინო ქუთათელაძეს. ეს არის უდიდესი განათლებული ადამიანი, რა თქმა უნდა, ფილოსოფიაშიც, მეცნიერებაშიც, რა თქმა უნდა, რამდენიმე წიგნის ავტორი, იკვლევს როგორც პოეტი, პროზაიკოსი და თანაც პუბლიცისტი, რომელმაც ძალიან კარგად მიმოიხილა თვითონ გრიგოლ ურბაქიძის მოღვაწეობის მთელი პერიოდი გაიხსნა, როგორ არის გრიგოლ ურბაქიძის შემოქმედებაზე პირდაპირ ხაზი და კვალი დიდი რუსი მწერლისა სერგეი ბელისა და შემდგომ მთელი ევროპული მეცნიერების რა თქმა უნდა ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ სწავლის პერიოდშიც, როდესაც ის ქუთაისიდან გააგზავნა დიდმა მოაზროვნე ადამიანებმა და იმათი ხელშეწყობით იყო, რა თქმა უნდა, სტუდენტობის თუ მოღვაწეობის სტუდენტობით მანამ ის ცისფერყანწელებს შეუერთდებოდა რამოდენიმე წელიწადი ნამუშევარი ჰქონდა ამ განხრით გერმანიაში და ვიდრე ჩამოვიდოდა. წარმოდგენილი იყო მან ქალბატონი ლინა ბარათაშვილი, საოცრად მოაზროვნე და კარგი დიდი პოეტი და რამდენი რეგალიები კულტურულ დარგში ნამუშევარი და დამსახურებული ადამიანი, რომელიც ძალიან აფასებს ჩემ ღვაწს და მე თვითონ ვარ აქტუალებული, მე არ ვიცი მე იმას თუ ვაკეთებ, რასაც ესენი საუბრობენ, მაგრამ ალბათ იმდენად დიდია გრიგოლ ურბაქიძე საქართველოსთვის და მისი მთელი იდეოლოგია და შრომა და ჩადებული მთელი ღვაწლი ამ საქართველოს თავისთავადობისა და დამოუკიდებლობას ამაზე ჰქონდა სულ რომ ეროვნული ფესვები ეროვნულ ფესვებს უნდა ღრმად ჩაეჭიდოს და არსად არ დაკარგოს, სადაც არ უნდა იყოს და მით უმეტეს საკუთარ მიწა-წყალზე. ეს გრიგოლ ურბაქიძე რა თქმა უნდა იმხელა დიდი მისტიური აზროვნებით მოსული, ფილოსოფიური, მეცნიერული, ფილოლოგიური, თეოლოგიური ვერ ჩამოსული, რომელიც რამდენი კუთხითაც ამ ადამიანს უმუშავნია და დიდად აღმართოვანებელი, ამავდროულად რამხელა დემოკრატი, პირველი დემოკრატი რა თქმა უნდა საქართველოში, დემოკრატი პირუთვნელი, თავის თავსაც კი ეწინააღმდეგებდა ხშირად და ამართლებდა ყოველ სიტყვაში თავის სიტყვაში აკონტროლებდა. გრიგოლ ურბაქიძის ღვაწლზე იმდენი შეიძლება ილაპარაკოს, ძალიან დიდხანს ვერ დაამთავრო, მაგრამ ვინც წარმოადგინა გუშინდელ საღამოზე მისი თავი ვის წარმოაჩინა, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მართლა მის სულს პატივი მიეგოს და იმ დიდ ცრემლებს, რომელიც საფლავში ჩაყვა, მართლა აუსრულოს საქართველოს მას მით უმეტეს ახლა დღეს თავისუფალმა საქართველოს მისი თხოვნა მას და იმის ცული დააბრუნოს. ჩვენ განსაკუთრებულად გაგვიკვირდა გუშინდა აქტუალებული ვართ იმ საკითხისთვის, რომ გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილ კაცი, რომელიც ისე გარდაიცვალა
თავისთავად მარტოკარო იმღაბის ვერავინ ვერ წარმოადგენს საჭირო საბუთი რომ თქვა დიაგნოზის კი დასრულიყო გარდაცვალებისა მაგრამ ნინო პატივცემულმა ნინო თუთათელაძეებს ეს საკითხი პირდაპირ გაგვიზიარა გუშინ ეს ამბავი რომ ის ბოლო დასკვნა რომელიც დაიდო ევროპაში ეს რომელმა ექიმაც პირდაპირ მიანიშნა ნოსტალგიაზე სამშობლოს ნოსტალგიაზე რომ ეს მისი სხეული თვითონ დაშლილი იყო იმდენად დაშლილი როგორც სულის დაშლაზე ლაპარაკობდა თვითონ გრიგოლ ბაქიძე და თავისი სხეული დაეშალა კაცი ამ ნოსტალგიის გამო და მე ამას ძირითადად უკავშირებ მან ორი თვით ადრე შეხვდა როგორც მოცეკვავეთა 1962 წელს მოცეკვავეთა ჯგუფის ჩასვლამ გააუცა და გაუნა არის ჩანაწერები რომ ერთი ახლობელიც იყო მაგის ახლობელი რომელმაც მაშინ ღამე გაათია თვითონ მირგოლთან ჟენევაში და აქტოვანებული ამ იმდენად აცეცხლებული სული ჰქონდა სამშობლოზე იმდენად გულაღტკინებული გულხურვალი მამულიშვილი იყო ალბათ იმ გრძნობებსაც ვერ მოერია და მეორე კიდევ ფეხბურთელების გამარჯვებით ისეთი დამთხოვა მოხდა იმ წელში იმხელა თავდამხვევი სიხარულით იყო გაჟღენთილი მისი სხეულით და ყოველ წუთში რომ საქართველოში დაბრუნება საქართველოს ნახვას ნატრვას ერთი ხეც კი ენატრებოდა თავისი მშობლიური ამ გრიგოლს და ამიტომ დაემართა ალბათ რა თქმა უნდა ეს ადამიანში ეს არ არის და პირდაპირ აღნიშნა ექიმმა რომ ეს არის ნოსტალგიით დაშლა ადამიანის სხეულის აი ესე გამოკვეთა და მე არ ვიცი მე ეს კი რა მედიცინის და მუშაკების საკვლევი ალბათ თავსათქივარის დიდხანს იქნებოდა შემდგომ დემიკოს სიტყვაზე შეგვაშელა ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმისთვის რომ მან მოიწონა ჩემი ასეთი აღდგინება გრიგოლ ბაქიძის შემოქმედების მიმართ იმის გამო რომ ეს თვითონ პირველი წიგნი რო შევქმნი პატივცემული დემიკო ესწრებოდა მაშინ ჩემ წიგნის პრეზენტაციას და ეს ახსოვდა და გუშინდელი დღეს იმას დაუკავშირა რომ რამდენად არ ჩამქრალა ჩემში ის ინტერესი რაც თავიდან მქონდა გამიზრული მე თვითონ ნინა ბარათაშვილის სიტყვას ძალიან დიდ პატივს ვცემ შემდაბი მომართულს განსაკუთრებულად ლიტერატურული საქართველოს ის ხელმძღვანელი ახლა ჯუბა ღებელი ეს დიდი მოღვაწეა საქართველოსთვის ჯუბა რამდენი ნაშრომი აქვს ნიჭიერი ადამიანი არის და თვითონ როგორ უძღვება ყოველგვარი ის საქმეს რომ ქართულ ენასა და ლიტერატურას ემსახუროს და ჩაფრენილია ამ საქმეს რასაც მე ვხედავ ახლა ბოლო წლებში და განსაკუთრებულად ჩემ მაგის სიტყვას პატივს მან ძალიან ბევრი სასარგებლო სიტყვა დაგვიტოვა გრიგოლ ბაქიძეზე გუშინელ საღამოზე ამასთანავე რა თქმა უნდა ძალიან ყურადსაღებია დალი კახიანის ლექსი რომელიც მან წარმოაჩინა ჩვენთან ერთად ჩვენს საღამოზე რა თქმა უნდა გრიგოლ ბაქიძის საღამოზე ამ ლექსის სახით და როგორ ჯეროს ის თავისი მისადაგებულად გრიგოლის შემოქმედების ხაზითა და სამშობლოს ნოსტალგია რო ჩანს შეგა ასევე გამოვიდნენ მისი მემკვიდრეები გრიგოლ ბაქიძეს მემკვიდრეები მგონი 9-10 ჰყავს მე მაქვს ეს სია თვითონ დამჭირდა მაშინ როცა ძეგლის თავაზე მუშაობდით და ეს მემკვიდრეები წარმოჩინებული იყვნენ რომლებიც გუშინ იყვნენ ორი დები გამრეკელაშვილები რომელიც მაგისი დის ნინას შვილიშვილები არიან და თბილისში ცხოვრობენ მოგზაურობენ ჩვენთან და პატივი მიაგეს მაგის ხსოვნას თავისთავადაც და მადლობა გამოთქვეს ჩვენს მიმართ ვინაიდან ჯერ კიდევ მწერლობას დავიწყებული არ აყავს გრიგოლ ბაქიძე და არც არასოდეს არ დაიწყეს მანამდე იქნება ჩვენი მწერლობა სხდომას ესწრებოდა ახალგაზრდა პოეტი ეს მრავალ ჟანრში პოეზიის მრავალ ჟანრში მოვაწეოს ეს ახალგაზრდა და მან ისეთი განაცხადი გააკეთა ამ ბოლო წლებში რომ ისეთ საუკუნო სიცოცხლე მიუძნა პირდაპირ 4 სახარების
4 სახარების პირდაპირ თანამედროვე აღქმის დონეზე, რომ ხალხმა ის გაითავისოს როგორც თავისი საკუთარი ენა და ეს თეოლოგიური კუთხით ასეთ ასაკში და ამ ხელა პოემის შექმნა ძალიან მისასალმებელია და ძალიან ყურადსაღებია. არა მარტო ჩვენთვის სასულიერო აკადემიისთვისაც გამოსადეგი წიგნია ეს ნამდვილად. ზურაბ კაპანაძე პოეტი ახალგაზრდა, რომელმაც ესეთი განაცხადი გააკეთა და დადო წიგნი საუკუნოს სიცოცხლე. სხდომას ესწრებოდა მართლაც ის საუცხოო პიროვნება ერთი, რომელიც გურამ მოწვეულის სტუმარად ითვლებოდა ეს კაცი გურამ მაკაცარია, რომელიც დამოუკიდებელი ჩვენი 90-იანი წლების დამოუკიდებლობის საქმეში ძალიან დასაქმებული ადამიანი და თვითონ გადმოგცა პირადად, რომ როგორ მოისმინა მან ქუთაისში საჯაროდ გამოსვლა გრიგოლ ურბაკიძე და ეს ხდება 1915 წელს, მაგრამ მოისმინა ამ კაცმა და მოჯადოებული ვარ იმის შემდეგ, და ძლივს აფთოვანებული ლაპარაკობდა, რომ აი ასეთი მოჭიქული და აი ესეთი საუცხოო ენით გადმოცემული ქართული საუცხოო იმ დროინდელი მხატვრებით ძალიან განაცვიფრა და სხვათა შორის მიქაც აღნიშნა სტომაზე, რომ დავით კლდიაშვილი იქვე ცხოვრობდა 2 კილომეტრში, სხვადასხვა სასოფლებში ცხოვრობდნენ ესენი და ისე წამოსდა ასეთი სიტყვა სად ისწავლა კაცო ამ ოჯახ დანგრეულმა ასეთი ხუმრობით ნახვა ამ ოჯახ დანგრეულმა ასეთი ქართული სად ისწავლაო და შემდეგ გრიგოლ ურბაკიძე პასუხს სხვა წერილებში პასუხს აძლევს, რომ აქვე ბატონო დავით თქვენ გვერდით 2 კილომეტრშია და ესე ქართული გენიას ისე ქართულ გენიას კი არა, საერთოდ ცნობდა ყველაფერს, ეს კაც გენიალური იმით იყო, მართლა გენიოსური შექმნას ყველაფერი და აი ესე პირადად გადაიტანა. ევროპაში რომ განაცვიფრა ყველა ვერცერთმა გერმანელმა ვერ გაშერა ჩვენი ენაო ასე კარგად როგორც გრიგოლ ურბაკიძემ და თვითონ ამბობს მე დაამართლებს ამას, რომ ესე იგი სადღაც გენიალობა თუ არ ურევია თვითონ ნაწერს და თუ ეს გენიალურ შრომა არ ჩააქცევენ, მართლაც ვერანაირად ვერ შექმნი უნიკალურს, მაგრამ მან ქართული მადლიც მიაყოლა იმ გერმანულ ყოველივე კაცს, ქართული მადლი ჩააწოლა ნამდვილად. აი ასე გამოიყურებოდა როგორც საქართველოში, ისეც გერმანიაში და მაგრამ მაინც განდევნილი შეიქნა ისეთი ბიოგრაფი და განდევნილი წავიდა ჟენევაში, რომ აქედან საბჭოეთმა იძულებული გახადა და იქედან კიდე ფაშისტურმა სულისკვეთებამ, რომ ფაშისტებს ებრძოდნენ და რატომ სულისმიერი ასახვა მოახდინა ამ ჰიტლერისა და მუსოლინისა, მაგრამ ძალიან ახრიმანის ძალა იზიდავდაო ერთი ამ ლაპარაკობს და ახრიმანის ძალა იზიდავდა, იმიტომ რომ ძალიან თვითონაც ძლიერი პიროვნება იყო და იმ ძლიერსა და რკინისებრს ეძებდა ყოველ ადამიანში და ამ ქვაში და მიწაში ეძებდა, ზეცაში ხომ ეძებდა, აი ასე და იმიტომ იყო გადავარდნილი მისი შემოქმედებით მისტიკაში და მისტიური საქართველო ეხლა როგორც იძახიან, მე მაგალითად ჩემის აზრით ვიტყვით, რომ მისტიური საქართველოს ნაწილიაო, საქართველოს ნაწილია მისტიური სამყაროსიო და მე კი მგონია, რომ საქართველოს ნაწილი კი არა, საწყისია, მე მგონია თავისი გეოქრისტიანული და პოლიტიკური ყოველგვარ ჩარჩოში მოქცეული საქართველო არის ზუსტად მისტიური სამყაროს საწყისი და არა ეს ნაწილი. ამიტომ არის, რომ ძალიან აი მითები, მითოლოგია, მარადიული დაბრუნების იდეა, უკვდავება, ეს ყველაფერი მაგის თეორიებზე აგებული იმნაირად არის, რომ დღეს იშლება ეს ყველაფერი საქართველოს ტერიტორიაზე. იშლება, იფრქვევა და მთლიანად მოიცავს მთელ საქართველოს. კავკასია, ეს ხვამლი, ეს ხორნაბუჯი, ეს ბაღტრიონი, აი გარშემო რომ მიმოვიხილოთ გარდა ოკეანის, ამ შავი ზღვისა,
რასაც არ გაწოდები, სულ ყველაფერი მისტიურ განაზე ზევით რაც ჩანს. მიწის ქვეშეთი და თუნდაც ავიღოთ ცხეთა, რომლისთვისაც თავს იკლავდა, პირველი კარდუ იქ აღმოაჩინა და მან არ აღმოაჩინა, მაგრამ ხომ გაშალა ამინდი ამ კარდუს იდეაზე, მე გაშალა თავისი მოძღვრებები. აი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან. და აი საიტკინას მივივტვით ჩვენ, რომ საქართველოს მართლა სოფლიო როგორც ნაკრძალი ისე უნდა შეინახოსო. ეს კიდე დადის ამის მოარული აზრები. ნამდვილად რაღაც სასწაული უნდა ჩვენი ენით მით უმეტეს. ჩვენი ენით, რომელმაც მართლა სოფლიო ენის საიდუმლოება უნდა გახსნას, ეს იქნება საწყისი მართლა იბერიის გაბწყინებისა. და ამაზე ქონდა აი იბერიის ღვთისმშობელი რომ შემოვა საქართველოსიო, მაშინ გაბწყინებას საქართველოს მაგან გველის ტენახში ძირითად აზრად ჩადოდა ქაშვეთის ზერამი პროფესორ სულ რო ამბობდა, იქ გათვლილი ჰქონდა იქ იბერიის ღვთისმშობლის დაბრუნება. და რა ვიცი, ნახოთ ალბათ მაგის იდეალებიც ალბათ უნდა შესრულდეს და თვითონ თავისი საკუთარი ეს ეწრა მუდარა სამშობლოს წინაშე ნამდვილად უნდა აღსრულდეს. ეს ბიეტას ყვავილებია. ბიეტას ოთახიდან წამოღებული ესენი ბალბები ბიეტას. ესეც ცხეთის ყვავილებია, ცხეთის. ესეც კიდე ჩემი მეუღლის საჩუქარია. ეს ბიეტას ყვავილებია სულ ყველა. ეს ბიეტას ყვავილებია. ეს ზურას მორწმეული ვარდებია. ეს სანტრედიის დიდასტინიას ყვავილებია. ეს მიდასი. ეს გიული მურადაშვილის. ეს დედასეული კაქტუსებია. ეს ბორჯომია. ეს მანგლისია. ჩემი მეზობლის საჩუქარია. გადავიდა დავიდო საჩუქრად. მეზობლის აერობულ გაიხარეს. გაიხარეთ, თქვენ მოსვლას ელოდა როგორ უხარიათ აი ესე რომ მოხვდა თითქოს გელაპარაკები. სასწაულია. ულევში ხალუს და გახარებას გიშურა. რამდენი წელიწადი ცხოვრობთ ერთად? ჩვენ 57. 57. სიყვარული იყო ხო თქვენ შორის? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ეგი ხვამლმა შემაყვარა, ხვავლიზიში ცხოვრობდა, თურმე იქა და მე იმენქედან უჭრედავდი სამხრეთიდან, საერთმისთებიდან. ბედნიერება, სიხარულს გახარებას გიშურებთ, ულევი სიხარულების სიკეთე მზეგზელობა. იცოცხლეთ. გაიხარეთ, მადლობთ, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის ბედნიერად, მადლობთ. გაიხარეთ. ურმესი მადლობა ქალბატონო იამზე, ჩვენ ვიმყოფებოდით ქალბატონ იამზე არველაძესთან, წერილთან, გრიგოლ ობაქიძის საზოგადოების თავმჯდომარესთან, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. და თუ მოიფიქრებთ თქვენ, იქაც წამოყვებით რაღაცა, არავით არ იმაზე. აუცილებლად წამოყვებით და გადაგიგებთ. უღრმესი მადლობა. ნიკო